მძიმედ შეჭურვილი კავალერია იყო მონღოლთა არმიის განუყოფელი ნაწილი. მძიმე საკავალერიო ძალა თავისი ბუნებით სრულად იყო შეჭურვილი ჯავშნით. ესენი იყვნენ მებრძოლები, რომლებიც პირდაპირ შეჯახებისას აწყდებოდნენ მტერს. ლამინარული ჯავშანი. მძიმე კავალერიას ჰქონდათ ფოლადის ჩაფხუტები, მაგრამ მათი ყველაზე გამორჩეული აღჭურვილობა იყო ჯავშნის ეს ტიპი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ლამინარულ ჯავშანს. ეს ჯავშანი მზადდებოდა ფოლადის დაუმუშავებელი ტყავისა და ზოგჯერ უბრალო ტყავისგან. ამ მაგალითში შეიძლება დაინახოთ, როგორი იყო ცალკეული ფირფიტები ერთმანეთზე დამაგრებული ხშირად რბილი ტყავით, მაგალითად რქოსანი ცხოველის ტყავით. ჯავშნის რიგები მიმაგრებული იყო ქსოვილზე ან ტყავის სურგზე. ლამინარული ჯავშანი საოცრად გამძლე იყო, მოქნილი, შედარებით მსუბუქი და ადვილად შეკეთებადი. მონღოლი მძიმე საკავალერიო მებრძოლი თავისი დამახასიათებელი ლამინარული ჯავშნით იყო მძლავრი ზემოქმედების ძალა მონღოლთა საომარ მანქანაში. ყველა მონღოლი, როგორც მძიმე ასევე მსუბუქი კავალერია, იყო გამოცდილი ცხენოსან მშილდოსანი. თუმცა მძიმე კავალერია, რომელიც შეტევაში მიდიოდა და მტრის წკრივს ანგრევდა, მშვილდს მეორე ხარისხოვნად იყენებდა. მათთვის პირველი შეტაკების მთავარი იარაღი იყო შუბი. ცხენის სიჩქარის გამოყენებით შუბი გამოიყენებოდა პირდაპირ დარტყმისთვის მოწინააღმდეგის გასახრად. შუბის შესაძლებელია ძალიან ზუსტი დარტყმების მიყენება. შუბის წვერის დარტყმა ეფექტური იყო, მაგრამ მონღოლურ შუბს ჰქონდა კიდევ ერთი თავისებურება. გარდა პირისა მას გააჩნდა სპეციალური კაუჭი, რომლითაც მოწინააღმდეგე ცხენიდან უნდა გადმოეგდოთ. მტრის ცხენიდან გადმოგდება დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვდა. თუმცა თუ ეს ხერხდებოდა, მტერი ბრძოლას მაშინვე წყდებოდა ისევე ეფექტურად, როგორც პირდაპირ გამხრეტი დარტყმით. მახვილი და გრძელი სახნისი. ხელჩართულ ბრძოლაში მონღოლები მახვილს იყენებდნენ გზის გაკაფისთვის, მაგრამ ჰქონდათ ასევე ეს დიდი სახნისი, მძიმე, გრძელტარიანი, რომელსაც ორი ხელით მოიხმარდნენ. მონღოლთა არმიები ცნობილნი იყვნენ თავიანთი საოცარი მოძრაობებით და მოულოდნელი დარტყმებით, თუმცა მათი მძიმე საკავალერიო ძალა წარმოადგენდა სასტიკ და დამანგრეველ ძალას, რომელიც უსაზღვრო ფიზიკური სიმძლავრით ანადგურებდა და ამარცხებდა მტერს.